მანქანების გამოფენაზე მივდივარ თბილისში ელექტრომობილით. და ეხლა ვნახოთ Tesla-ს თუ ჯობია რომელიმე სხვა ელექტრომობილი, იმიტომ რომ ისე მინდა შეძენა იმის Porsche Taycan-ის ელექტროს. ელექტრო Porsche როა რაღაც ცოტა სუპერკარს რო გაქვს. და ეგ თუ იქნება გავტესტავ. ანუ test drive-იც იქნებაო ესე ეწერათ იმაში აღწერაში. მოკლედ ახლა მივდივართ Expo Georgia-შია გამოფენა და იქიდან დაგიბრუნდებით უკვე გაჩვენებთ მანქანებს, რა მანქანებია. ალბათ ძირითადად ჩინურები იქნება. მაგრამ ჩინურებს აქვს სხვათა შორის ძალიან ბევრი ისეთი სერვისი, რომელიც Tesla-ს არ აქვს. მაგალითად YouTube-ის პირდაპირ ანუ როცა მოძრაობ მაშინაც შეგიძლია ჩართო რაღაც ეგეთი რა, პატარ-პატარა დეტალები ძალიან განვითარებულებს, იმიტომ რომ იქ არ არის ეგეთი შეზღუდვები, რომ მანქანის დარების დროს რაღაც დარება არ შეიძლება რაღაც ეგეთი თემები არ არის დალაგებული. და მოდი ვნახოთ ერთად თუ რა ხდება. როგორი ივენთია საერთოდ. წარმოდგენა არ მაქვს, პირველად მივდივარ და თან იქნებ გელო ბარკალაიას ნახოთ და მოხდეს ხელახალი შეხვედრა გბ-სთან. დროებით იქიდან ჩაგერთვებით. უკვე მოვედით წარეთალზე ვართ და 2 წუთში ვიქნებით ადგილზე და იქიდან გავაგრძელებთ ვიდეოს. მოკლედ აბა ვნახოთ ერთი რა კონფერენციები ტარდება. კონფერენცია რა გამოფენა ტარდება მანქანების სფეროში. იქნებ მომეწონოს უფრო ვიდრე გროპა. არ მგონი. მოკლედ ვნახოთ აბა. ისე წერეთელი მაგარი აქტიური გახდა. გუშინ კანიეს კონცერტი იყო დინამოზე. ეყავი. და ეხლა ესეც იო წერეთელზე არის აქტიური. ამიტომ ბინები აქეთ შეიძინეთ და გაიზრდება ხოსე ერთი არაფინანსური რჩევა. ცოტა ფინანსური გამოვიდა, მაგრამ და სხვადასხვა კრიპტოზე თუ გინდათ ვაჭრობა, გამოიყენეთ L-Bank-ი არხის აღწერაშია ლინკი და ივაჭრეთ ყველაზე დაბალი საკომისიობით. თავარია არ ჭირდება ვერიფიკაცია, რაც არის კრიპტოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. მოკლედ ჩაგერთვებით უკვე ივენთიდან. მოვედით და ხედავთ ელექტრომობილებს, ეს არის ჩინურები ძირითადად. აქეთ არის ახლა ვნახავთ თუ შეგვიძლია გატესტვა და მე შევალჩიგნეთ, ეს არის გარეთ სივრცე. მოკლედ მოვედით უკვე ავტომობილთან. ეს არის ცოტა Lexus გავს, მაგრამ BYD-ია და არის ელექტროსრულად. და ეხლა გავტესტავ თუ როგორ დადის და რა ფუნქციები აქვს. ეგ არის უკვე ჩაუჯექით ავტომობილში და პირველ რიგში რაც შეგვიძლია სალონი, ძალიან იმას ჩვეულებრივი ტრადიციული ავტომობილის სალონს გავს, აქ დიდი მონიტორი, შუაშიც მონიტორი. ესეც მონიტორია თუ არა? კი. პატარა. და კარგი ხარისხის კამერა, პარკინგის უკანა კამერა და ასევე 360 გრადუსი. ეხლა როგორ არის ჩართვა? ჩართვა? ჩამოწევით. როგორც Tesla-ში. ეს BYD არის ყველაზე დიდი კომპანია ჩინური. წავიდა. როგორც ყველა ელექტრომობილი, ამასაც აქვს ალბათ რეგენერაციის უნარი და თავისით არაჩერებს. ენაზე არ არის ჩართული? ხა გათიშულია რეგენერაცია. და მოკლედ ძალიან რბილად დადის რა. მე მყავს Tesla. როგორც იცით და ის ძალიან ის არის ბრაგუნა. ამას ალბათ პატარა დისკები აქვს. უფრო 19-იანი დისკები. ეხლა საით აქვს მარჯვენა? და მოკლედ ძალიან რბილად დადის. აი როგორც ჩვეულებრივი ბენზინის ძრავიანი მანქანა, ოღონდ უხმო რა. ეგეთი შთაბეჭდილება დატოვა ეხლა ამ ავტომობილმა. აქ მოვატრიალოთ?
ცოტა შეჩევა ან რაღაც მაღალი ჩანს უფრო თან. ასევე აქ შეგვიძლია დაუშვათ YouTube-ი რო ჩავთოთ ზოგადად. ანუ მოძრაობის დროსაც შეგიძლიათ დაუშვათ უყუროთ, რასაც გინდათ. მოკლედ სხვადასხვა უპირატესობები აქვს ჩინურ მანქანებს. აი რამდენი მენიუ. ხო. ძალიან ისეთი ლამაზი დიზაინი აქვს. Android-ის. სხვადასხვა ფუნქციებით. მოკლედ ისე უნდა აღვნიშნოთ ძალიან რბილად და ძალიან. ანუ ელექტრომობილები ზოგადად როგორც ვიცი უფრო ისეთია რა, ხმაურიანი სიარულში. წინ დაბყოლებო აქვს. ელექტრომობილს ხმარო არ აქვს, ვერ ამჩნევა. მოკლედ ოჩახ ჩინელებს. პირველად ვარ ჩინურ ავტომობილზე. მშვენივრად დადის აქ. იქით. აჩქარება რამდენი აქ, რამდენი წამში ჩქარდება? თუ არ 7.5 წამში ჩქარდება 100 კილომეტრზე. ნუ ახლა ჩემი ტესლა ჩქარდება 2.6 წამში, მაგრამ ნუ ეს იმისთვის უფრო ოჯახური ოჯახური თემებისთვის. ხო. და რაღი სამის ფასი რა არის? ახლა 28,000-ად, ანუ მე ვიყიდე მეორადი რაღაც ეგეთ ფასად და 5 წლის და შეგიძლიათ ახალი იყიდოთ იგივე ფასად. იდეალური ცენტრიდან გამოიყვანოთ. Solar auto-და. ხა დავაპარკინგოთ უკვე. ხალხი გვიღებს. პარკირებას შვენიერი კამერა აქვს. მოკლედ იდეალური ავტომობილი ძალიან ბიუჯეტურ ფასად. ეს 4x4 არის თუ არ არის? განაწამყვანი. იგი არის, მადლობა. აქ შეიძლება მენიუს აგერა ყველაფერი აქვს. ზედაჭერი ის არის. ლუკი? ვა. ძალიან ლამაზი ავტომობილი. მადლობა. უკვე შიგნით ვართ, ხედავთ თუ რამდენი ავტომობილია გამოფენილი. აქ სხვადასხვა სახეობაა, მოკლედ რაღაც ტურისტული, მთის, ოფროუდის უფრო სწორად. და ხა დავათვალიერებთ, ნახავთ თითოს ცალ-ცალკე. მოკლედ მხოლოდ ჩინური ავტომობილები არ ყოფილა, ეს არის ბრიტანული ავტომობილი და ძალიან გავს Aston Martin-ს, არა? დამეთანხმებით ალბათ. და ძალიან კარგი სუპერკარის დიზაინი აქვს. სუპერკარია რა, მოკლედ ორ ადგილიანი სუპერკარი. ნახოთ, ჩავჯდეთ და შიგნიდან ნახოთ თუ როგორი სალონი. ნუ მაგრამ ტესლას ისე ვერ შეაბნით, ჩემ ტესლას 3 და 2 აქვს აჩქარება. 502 ამაში ვერ ჯამნით, დისტანციაში კი. დისტანციით მეტრს გადის. დაახლოებით 100 კილომეტრით მეტრს გადის. ახლა ელექტრო სუპერკარსაც გავტესტავთ. კარს ხედავთ თუ როგორ იხსნება და ჩავჯდებით. ბავშვები გადაგვასწრეს. მოკლედ ასეთი დიზაინი აქვს და ძალიან ისეთია ლამაზი. შეგვიძლიათ ჩავსხდეთ. ძალიან სპორტული საჭე აქვს.
აქ ბარი. ნუ ჩემთვის ცოტა ვერ ვეტევი. ცოტა ისეთი. და ეს არის კარგი დინამიკები. ეს არის ოღონდ როგორც გითხარით არ არის ჩინური, ეს არის ბრიტანული. ბრიტანული ავტომობილია და ნახეთ აქ რაღაც სპორტული ისინი აქვს რა, საჭეები და სხვა. აი ახლა კარის ჩაკეტვა ეს, ზედა კარის ჩაკეტვა რაზეც არ მის. ოპა, გაღება. გაღება როგორ არის არ ვიცი. აი. სულ გავიჭერე. ოპა. სუპერ კარი მინდა. ეს კიდევ ერთი ცნობილი ჩინური ბრენდია, ავატარი. ნახოთ. აგერ შეგვიძლია. ძალიან ლამაზი დიზაინი აქვს ამ მანქანებს. ხშირად შემხედრია. და სალონს შეხედეთ. განათებები. რაღაც თეთრი სალონი. და ძალიან ლამაზი საჭე რა. ახლოდან ვაჩვენოთ საჭე. საჭე ვაჩვენოთ წინიდან აქ. ანუ ძალიან რაღაც ისეთი საჭე აქვს. განსხვავებული. ალკანტარას ის არის, ნაჭერი. ანუ ხელოვნური არის ალბათ, ანუ რეალური ის არ არის. მაგრამ ნუ აინც ლამაზად არის. და ძალიან ბრმა კუთხეების, ანუ ესაა ჩემთ კიდე ბრმა კუთხეების ის აქვს კამერები. იქით და აქითაც. ანუ ძალიან მაგრა აღჭურვილი. ეს ჯობს ტესლას მოკლედ. თვითონ სერვისით. პროდუქტებით. კარგია. ეს მომეწონა მოკლედ. ავატარი. ძალიან კარგი ავტომობილი. მეგონა ახალი ტესლა ვნახე. ანუ ძალიან გავს. ახლა შორიდან შეგიძლია აჩვენო იქიდანაც. რო ისა. ანუ ერთ-ერთია როგორც ახალი ტესლა, რომელიც Model Y დიზაინი როგორიც იყო, ზუსტად იგივე არის ესეც. აქეთ ვნახოთ. აი, ერთ-ერთია მოკლედ. ზუსტად ისეთი ისინიც აქვს. ვიდეო ანუ კამერები ზუსტად იგივენაირი, ყველაფერი რა, ყველა დეტალი იგივეა. კამერებიც. მოლიმსახურზე. სალონი ცოტა განსხვავებული აქვს, აი, ნუ მაგრამ ეს რაც არის მთავარი მონიტორი იგივენაირად აქვს, ეს ცოტა ისა საჭე სხვანაირია და რაღაც ღილაკები აქვს შედარებით მეტი ვიდრე ტესლას. ისე ლამაზია და რა ქვია ოღონდ არ ვიცი ავტომობილს ეცამით vehicle workers. რაღაც სიპენგი თუ რაღაც ეგეთი ქვია. არ ვიცი სახელწოდება. აქ არ ჩანს. არსად. კარგი ნუ სიზო. ეს რაღაც ის არის. X. არა ეს განახლება. ნახოთ აბა რა ისინი აქვს იმაში მენიუში. Yandex-ი. აუ Yandex-ი უძერიათ რო ის. რაღაც ჩინური აპლიკაციები, X-Pad-ი, ანუ X-Pad-ი ქვია თუ რაღაცა მსგავსი. X-Pen-ი თუ რაღაცა. ფერი დიდი. 360 აქვს. ნახეთ კამერები. და ნუ გაცვლა გაგრილება. და მეტი რა. მეტი არც არაფერი. მოკლედ ასეთი სალონი მომეწონა ძალიან ესეთი დახვეწილი. ესეც კარგი ის აქვს. საჭე, ძალიან რბილი საჭეა. და აი ესენიც მომწონს. გადამრთველები. მოკლედ ეს იყო დღევანდელი დღე. თითქმის ყველა ავტომობილი ვნახეთ. საკმაოდ ნორმალური ის იყო გამოფენა, მაგრამ
მასშტაბები არ აქვს დიდი სამწუხაროდ საქართველოში ასეთ რაღაცებს ხალხიც არაა ბევრი და მოკლედ ეს იყო დღევანდელი ვიდეო. გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აუცილებლად გამოიწერეთ არხი.